გამარჯობა მეგობრებო, რადგან ხედავთ, ესე იგი იწყება მოგზაურის ნაამბობი და ძალიან მაგარი მოგზაური სტუმარი მყავს დღესაც, რა თქმა უნდა, სანამ მას წარვადგენ, მანამდე პატარა თხოვნა ტრადიციულად, სადაც გვიპოვით გამოგვიწერეთ, იგივე მისამართზე ვართ, არსად არ გადავსულვართ, აი მინიშნებებით სამონათ და იმედია. მოკლედ, დღევანდელი მოგზაური გიორგი ვარდოსანიძე. სალამი ჩემო ოქროებო, სალამი. გამარჯობა გიორგი, მადლობა რომ ხარ ჩემს. როგორ გეკადრებო? დიდი პატივისცემა ჩემგან, რადგან მრავალი წელია. ანალოგიურად ჩემო ძმაო. მრავალი წელია შენ ძალიან კარგ საქმეს აკეთებ და მე გავხდი ახლახანს შენი კოლეგა, პოდკასტერი, ესეთი ახალი ცნება შემოვიდა. ამ ყოფის ასე ვთქვათ, წარმატებები, ბევრი 100,000-ები ჩაგეკეცო. მადლობა დიდი. მოკლედ, არ დავიწყებ შენი რეგალიების ჩამოთვლას, რადგან აქ ყველას ერთი რეგალია. აქ ხარ მოგზაური გიორგი ვარდოსანიძე. ასე რომ მოდი ვისაუბროთ მოგზაურობაზე. შენი გამოცდილება გაგვიზიარე. ახლახანს შენივე გადაცემებით, შენივე პოსტებით და პოდკასტებით შევიტყვე, რომ იმყოფებოდი ეტნაზე, იტალიის ვულკანზე, რომელიც არის მოქმედი. ხო, ეს არის ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანი ევროპაში რა. იტალიაში კონკრეტულად არის სიცილიაზე, კუნძულზე და იქ ვიყავი, აი ბოლო ჩასვლა, დაახლოებით 1 თვე გავიდა, ჩავძაღლდი. ფეხი თავედი, რატომღაც გადავწყვიტე. საქართველოდანვე დაგეგმე ვულკანზე ასვლა თუ იტალიაში გადაწყდა? არა, ეს იყო დაგეგმილი, როგორ იცი, ციკლი დავამატე. ძირითადად ჩემი მოგზაურობები ყოველთვის იყო ხოლმე მოტოციკლით ვაკეთებ დიდ ტურნეებს რა. ხო და თუ ეს არ ეხებოდა რაღაცა თეატრის გასტროლებს სხვადასხვა ქვეყანაში. ეხლა დავამატე ახალი მიმართულება რაღაცა თვით გადარჩენის ვაიბით რა. პირველი ვიდეო იყო ტაილანდში კუნძულზე გავატარე 72 საათი ყველაფრის გარეშე. რაღაცა ჩავძაღლდი იქაც, მაგრამ გადავრჩი, მეორე იყო ეს ეტნა და ეხა გეგმებია რა, მესამე არის ავსტრიაში უნდა გავფრინდე სადღაც თვის ბოლოს, იქით თვის ბოლოს ოქროს საძიებლად მივიდე, ხო, ჯამით რომ დინარეში ეძებე ხოლმე რა, ტყეში უნდა დავსახლდე სადღაც და ეს ჯამჭურჭელით რაღაცეები ლაფათკებით თუ ჯანდაბები წავიღო და ოქრო ვეძებ რა. ანუ ესეთ მიმართული მე კიდე კუნძულია დაგეგმილი. მოკლედ ძირითადად იყო ხოლმე ტურნეები მოტოციკლეტით, ყველაზე დიდი მასშტაბის, ალბათ რა ვიცი, სხვას არ ვიცი, ბევრს შეიძლება ეხა გაკეთებული აქვს, მაგრამ 2017 ჩვენ გავაკეთეთ პირველებმა და ესე მე მარტო მივდიოდი უკვე რა. ეხა ეს დაემატა. ასე რომელზე გინდა გესაუბრო, შენ უბრალოდ მენიუში თითი დაადო. აი ხა ბოლო შენი გეგმა რო ახსენე, სადაც ავიდებ წასვლას ესე იგი თუ ღმერთთან უკრას და არ დავრუნდი, მანდ ორი ვარიანტია. ან რაღაცას გადაეყარე, ან ოქრო იპოვე. იმედია რომ მეორე ვარიანტი ოქრო იპოვე და თუ აღარ შემოვდივარ ონლაინ. სტუმრად არსად არ ჯდები, დამთავრდა. მარტო აი ამას თუ დავდებ Facebook-ზე პოსტად, ესე იგი ძალიან დიდ ზოდს მივაგენი და ვცდილობ ამოთხრას. მოდი, რადგან შენ დასაწყისში წარმატებები მისურვე, ასევე გულწრფელად გისურვებ წარმატებებს, რომ ეგ დაგედო საოცრად. მაგრა გაასწორებს. დიდი მადლობა. ბატონო. აი მოტო არ ეტნას დაუბრუნდებით, მაგრამ ეხლა ისე დამაინტერესა მოტო ტური არავის არ ქონია და შენ მითხარ აი აორგანიზებ ესეთ უყურე 2017 წელი იყო, როდესაც სამმა მეგობარმა ორი მოტოციკლით გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით ევროპაში. გავაკეთეთ ტურნე ერთთვიანი, დაახლოებით 15,000 კილომეტრი გავიარეთ, 14 ქვეყანა. უკან მეჯდა ერთი კაცი, აი გახსოვს, ეს დიდი ტანკი რომ ყავდა. რუსთავიაში რომ მოდიოდი ხოლმე. კარგი გაგებით ხმაურია. ხო, დიდი კარგი გაგებით ხმაურია, აი მაგ მოტოთი უკან მეჯდა ჩემი ძმაკაცი და მეორე ძმაკაცი მოტოთი იყო. ანუ ორი მოტოციკლით წავედით, ეს იყო 2017. იმის მერე უკვე მარტო დავიწყე სიარული რა, პატარა მანძილებს ვაკეთებდი, არც ვიღებდი ხოლმე რა, რაღაცა ტაოკლაბჯეთში ჩასვლა, თურქეთია ესეთი ახლო მანძილები რაღაცა, სომხეთში გადასვლა, მაგრამ მე ისევ გადავწყვიტე შორი მანძილები და 2024-დან განვაახლე წავედი და ისევ აი 12,000 მარტომ გავიარე. იმის მეორე წელს კიდე 15 გავიარე მარტო. აი წელს არის პირველი წელი, როდესაც აღარ ვაკეთებ ამ მოტოტურნეს. მამაჩემთან ერთად ვაპირებ, მანქანით მივდივართ ამ ზაფხულს ტურნეში. იგივე 15,000 უნდა გავიაროთ, მაგრამ ცოტა სხვა სპეციფიკის მოგზაურობა იქნება, რა, ჰაიკინგები მექნება და რაღაცეები. ესაც შეეხება მოტოებს, მაგრამ აი ეს ეტნას ასწავლებ. ეს კიდე ახალი ციკლია, რომელსაც ჯერ ტესტავ, მე თვითონაც ვირგებ რაღაცებს, მაგრამ მაგრად მომწონს. და ანუ გეგმაშია რომ ეს განვავითარო სერიოზულად რა.
კი ბატონო, აი, მაშინ ჯერ მოტოს ეს ამბავი ამოუწუროთ. ის ეხა მაყურებელს გვიყურებს. ხო და ეხა არ მინდა რომ ვიღაცა მოახდეს მოტოს და სხვა ქვეყანას სანამ რამეს კიდე მეც არ ვეთქვი. წადით გენაცვალ, მაგრამ მარტივი არა. ხო და აი მეტი ინფორმაცია იქნება ვიცით რა უნდა გაითვალისწინოს აღჭურვილობის მხრივ იქნება თუ ბევრი რაღაც რა. კვების თვალსაზრისით აი რა. გააჩნია თუ ევროპაში მიდიხართ, ალბათ ევროპაზე ეხსაუბარი. ბევრიც არის რა. ისიც რომ ძალიან საშიში გეგმა გაქვთ. ყველა ტურნეში ვილეწები ხოლმე, ანუ ეს ტრადიცია არის. ანუ ყველა ტურნეში ტრადიციული ერთი რაღაც სამოწყოფოში ვიზიტი მაქვს ხოლმე რა. მოკლედ პირველი რომ ძალიან საშიშია, მეორე უნდა დაამენეჯმენტოთ ხარჯები. მერე ვინ რა ხოდით მიდიხართ? მე ის ტიპია რომელიც კარავში ცხოვრობს, ძალიან უყვარს კარავი. ეს არ ნიშნავს რომ სასტუმრო არ არის ხოლმე და ჰოსტელი, მაგრამ ძირითადად მე ვარ ის ტიპი რომელიც რაღაცა მინდორში, ტყეში კარავს ააგებს და იმ კარავში ძინავს. უნდა გათვალოთ ხარჯები, გაუთვალისწინებელი ხარჯები, გზის გადასახადები, რომელიც თავიდან არც ვიცოდი რა იყო და ეხა ცალკე ბიუჯეტია მაგისი, იმიტომ რომ ფასიანი გზები არის, დაზღვევა ბუნებრივია მოტოსთვის რა თქმა უნდა ხარისხიანი უკეთესია ყველა პონჩი რა უნდა ეცადოთ რომ ანუ მაქსიმალურად ჯანმრთელობაზე არ დაზოგოთ ანუ დაძოგეთ საჭმელზე სიტყვაზე რაღაც დარჩენაზე მაგრამ ჯანმრთელობაზე არა უსაფრთხოების ამბავში ისევ ეც გადახვალთ თუ არ დააზღვევთ მოტოციკლეტს მწვანე პასპორტს ეძახიან კეთდება ჩვეულებრივ და რა მარშრუტები რა მილიონი დეტალია რომელიც ახლა კიდე ჩაშლა შეიძლება მაგრამ ბიუჯეტი განსაზღვრეთ თუ გონიათ რომ 1000 ევროს ჩაეტევით დაამატეთ ზემოდან მაგის ნახევარი იმიტომ რომ კაცმა არის რა მოხდება ჯარიმა იქნება რაღაცა გაგიფუჭდებათ მილიონი რაღაცა ხდება ხოლმე ნაწილს მოგიწია ალბათ ხო რაღაცა გადასვლა ერთ ტურნეში მომიწია უბრალოდ იტალიიდან საბერძნეთში ბორანით გადმოვედით მაგრამ მე ისე წრეს ვაკეთებ ხოლმე რომ ისევ შემოვიდე ხმელეთით და ძირითადად ხო ხმელეთით ხო მაინც ხმელეთი მიც თუმცა ეგეც არის იტალიაში რომ ჩახვალ შეგიძლიათ ან მოჭრათ გზა და საბერძნეთში პირდაპირ გადმოხვიდეთ ეგეც შესაძლებელია მაგრამ ეგეც ხარჯია თქმა უნდა ის ბორანის ხარჯი რაღაცა კარგად გაარკვიეთ ბენზინის ფასი ხოლმე რა ღირს საშუალო გამოთვალეთ და მაქსიმუმით ანგარიშეთ ანგარიშით თუ დაიკარგებით 1-2 ჯერ მაგის ხარჯიც მე მინიმუმ 1000 კილომეტრს ვიკარგები ხოლმე სად გადაუხო სადღაც არიჭერს ინტერნეტი მე მყავს ფანტასტიკური პარტნიორი რეკლამაში არ ჩავმართოთ მაგრამ ძალიან ხარისხიანი ინტერნეტი ლაგის ინტერნეტი დავდივარ ხოლმე იმიტომ რომ ეს არის აუცილებელი კომპონენტი ინტერნეტის გარეშე არ გაბედოთ მოგზაურობა მინიმუმ ნავიგაცია კიდე ყველაზე ესეთია ყველაფერი რა ChatGPT შემოვიდა კიდე უფრო გამარტივდა რაღაცა იქ მარტივად არ ყვევ რაღაცეებს რა ასე რომ კარგი ინტერნეტი სწორი ბიუჯეტი შემართება რომ ძალიან სირთულეებს დაეჯახებით. პირველი რომ რაც არ უნდა აგვისტოში მიდიოდეთ და მე აგვისტოში მიდიოდი ხოლმე ძირითადად გაემზადოთ რომ დღის მანძილზე დაიწვევით მზეში დადნებით, ანუ ჩაულება გადნებით. ეს არის პირველ სამ დღეში წითელი ტყავი აესენძურება ხოლმე და ღამე გაიყინები. ეს არის ორი უკიდურესობა, იცი, რაც არ უნდა თერმოები მეცვას ყველაფერი ღამე ვიყინები. ეს არის მინუსამდე შეგრძნება არის. ამიტომ კარგი ეკიპირები წადით, კასკა ძალიან კარგი, აუცილებლად კარგი კასკა. რაც ეკიპირებას თუ გექნებათ, თვალ უკეთესი რომ რაღაც არ დაიწვათ, არ გაიყინოთ. აი ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ. გაითვალისწინეთ, თუ წვიმები მოგიწევთ და ძალიან დასველდებით, გაშრობა მოგიწევთ, მე ცურავს მოტოციკლეტის ალბათ ახლა მაყურებელი ფიქრობს, კაი იყოს, აღარ გიგონებს. სადღაც მესამე სიტყვაზე მითხეს, всё, კაი. თვითფრინავით, გავფრინდებით მაგის დედაცვათიო, მაგრამ არიან ტიპები, ვინც დაიწყეს რა უკვე. აი დევიდ ენ დოქსი არის, ოქროს კაცი არის იუთუბერი. რომელმაც ვიცი რომ ასევე გააკეთა ეხლა ხანს რა ერთი წლის წინ თუ რაღაცა თანის მე მგონი სპორტი თუ სტრიტი წავიდა აი ბალადეთ შენერვებს მე შანსია ეგ მოტოები მიყვარს მაგრამ ესე რომ შორ მანძილზე მყავდა და ვერ რა და დიდ მანძილზე მართლა შენი ჩოპერი სკამ სავარძელი მაგას აქვს მნიშვნელობა ჩემთვის ეხლა მე ტრეველი არ მყოლია არის სპეციალური მოტოები კიდე მოგზაურობის რომელიც ამბობენ რომ ბევრად კომფორტულია მე არ მყოლია ჩოპერით მე ძალიან კომფორტულად გადავადგილდები იმიტომ რომ ჯდომი აქვს ისეთი და აი სპორტზე და სტრიტზე ესე როზი ხარ რა სტრიტი მყავდა და მაჯები მეტკინა 50 კილომეტრს რო გავდიოდი ჩერდებოდი ესე ვაკეთებდი წელი მткиო და ამიტომ დევიდ ენ დოგს რესპექტი თუნდაც მაგის გამო ვიღაცები ალბათ აკეთებენ რა ესეთი მერებს მაგრამ ყოველ შემთხვევაში პირველები ალბათ ჩვენ ვიყავით YouTube-ზე ქართულად ესე გააკეთა ეს პონტი რა ჩემი პატივისცემა მადლობები გავითვალისწინოთ ხო მეგობრებო ეს გაითვალისწინოთ თუ რაღაცა კიდე კითხვა გექნებათ ყოველთვის პასუხობ ხოლმე რა აი დღესაც ერთ სამაკაცმა მომწერა რაღაცა მსგავს გეგმავე რა პატარა ტურნეებს თურქეთს საბერძნეთი და რა გავითვალისწინოთ რაღაც არ მოგერიდოთ ინსტაგრამზე მომწერეთ ყველა თანაღერძელს ანუ მთელი გულით რაც ვიცი გაგიზიარებთ რა
ჩემი აზრით უკან ჯდომისთვის ხო უფრო რთული მდგომარეობა იქ როგორ მეც ეგრე მეგონა, მაგრამ იმ მოტოციკლეტით სადაც ჩემი ძმაკაცი კოსტა იჯდა, ის იყო ტახტი უკან რა, ბევრად კომფორტული ვიდრე ჩემი ძირითადი სავარძელი. რავი, ეძინა. ვართლა ხო? გეფიცე 160, 180 მივდიოდი ხოლმე და ხრინვა მესმოდა და ერთი სამჯერ გავაფრთხილე რომ რესკათ არ გაიღვიძო, თორე გაგვიქნევს რა, ანუ ეძინა ხოლმე რა. პროსტა ეძინა. შესაბამისად ალბათ რო კომფორტია რა. ხელი არა იქ არა. არა ხო თავი. ესენი ქონდა რა. აი როგორ ჩვენ ვზივარ ზუსტად ესეც სავარძელი იყო უკან რა. და შესაბამისად მარტო შენი კეფის ხედი არ ქონდა ხო? არა, ნუ მაღლა იყო. თანაც იმას დიდი შუშა ქონდა. სიგარეტსაც ჩვეულებრივ ეწოდა, ხო ესე ფერფლიც რო არ ქანაოს. მუსიკა ჩართული, დიდი მოტოციკლეთ მუსიკაც იყო ზე და გათბობა ყველაფერი და просто იჯდა ხოლმე სიგარეტს ეწეოდა და რა ლამაზია გახედა და მე ამ დროს წირო იყო. კიდე ვერ დუნდები ხო თავისთავად. ასე რომ კოსტა მაგრად გაერთო მახსოვს. და რამდენი ქვეყანა თქვი? 14 თუ 15 ქვეყანა იყო რა. პირველი ტურნე ეგეთი იყო. მერე იყო უკვე 12-10 ქვეყანა ხოლმე ძირითადად. თვითონ ბენზინის აუზი კარგი რესურსი აქვს, დიდხანს ყოფილა. ანუ ყოფილა ისე რომ ქვეყანა ისე გაიარე, ჩასხმარდა გჭირდა. უიმე, არა, ქვეყანას გააჩნია, მაგრამ ბევრჯერ გზაში დავრჩენილ ვართ რა. პირველ ტურნეში ეგ ვერ ვიხმარე ჭკუა და არ წაგვიღია ისინი. დრამე ჭურჭელი რა ბენზინი გექნება და აი კიდე კაი ორი მოტო ვიყავით. ერთს რო გაუთავდება და მეორე უახლოეს ქალაქში მიდიოდა. ბოთლებით მოქონდა. იმის მერე ჭკუა ვიხმარე და ეხა მე მიმული მაქვს რა 5 ლიტრიანი. ეხა 5 ლიტრი მოტოსთვის იმდენია რომ სადაც არ უნდა დარჩე უკვე იდეაში მე მიხვალ რა სადმე. ასე რომ ბენზინი აუცილებლად სათადარიგო ქონდეთ. აი ბენზინი გავარკვია და ზედზე რა ვქნათ ეხა ამდენ კილომეტრზე. მე ყველა ჩემმა გამომწერმა და ჩემი ტურნეების მაყურებელმა იცის რომ მე ვასერვისებ მოტოს, ახალი საბურავები, ახალი ხუნდები, ზეთების გამოცვლა, ნებისმიერ რაღაცის გადაჭერა და ისე მივდივარ. აუცილებლად გასათვალისწინებელი ამბავია რომ ყოველ 5000-ზე კარგია რომ დაასერვისო. თუ კარგი ეს ახარ მძღოლი, მაგრამ მე უპასუხისგებლო მძღოლი ვარ, არც ერთ ტურნეში არ დამისერვისებია. აი რასაც დავასერვისებ ხოლმე იდეალურად გადია, იმიტომ რომ იაპონური მოტოები არის, დიდი რესურსი აქვს, მაგრამ არ მომბაძოთ, ანუ მაგაში არ მომბაძოთ. ჯობია გააჩეროთ, სადმე შეხვიდეთ ბოქსში, ზეთი გამოცვალოთ, საბურავი გამოცვალოთ, თუ რამე კიდე საჭიროება არის. მე ეს ბედის ანაბარა რითიც მივდივარ ხოლმე და გითხარი, ჩამოვსულვარ და მთელი წელი კიდე იმ ზეთი და იმ ყველაფრით მივლია და არც არაფერი რა. მაგრამ ეს ჩემ მე გამიმართლა, თქვენ არ ქნათ ეგ. ბატონო არ გავარისკოთ. კი ბატონო. რა ვიცი, აბა დაუბრუნდეთ, ის მინდოდა კიდე, მაგრამ კარგი სერვისზე და ძალიან ტექნიკური ნაწილი მაგა და ისევ მოგზაურობა არ დავაწყდეს მოგზაურობა. გამორჩეული ფავორიტი ქვეყანა არსებობს, იმიტომ ბევრი გაქვს ნანახი. მოდი მაშინ კრიტერიუმები დავყოთ რა. ვიზუალურად ლამაზი ევროპაში. არქიტექტურა თუ გაინტერესებთ, ანუ ჩემს სუბიექტური აზრია. ბუდაპეშტია ულამაზესი, ანუ აი გამორჩეული, ძირთად ევროპაში ერთნაირი ვიზუალია რა, მე გიტრუხდება, ყველაფერი ერთმანეთს გავს რა და აი გამორჩეული თვალს რო უწევ, აი ესეთ გააკვრევინებს არის ბუდაპეშტი, ვენეცია, საოცრება, აი ეს ორი სხვა დანარჩენი ნუ აი ერთნაირია რა, ლამაზია, მაგრამ ერთნაირია. კარგი, ვიზუალს თავი და სად ხედა უფრო შენ თავს, აი პირდაპირ შეიძლება ცხოვრება არ გულისხმობდე რომ შენ გინდა შენ ქვეყანაში იცხოვრო და ხარ ხო უბრალოდ სად ხედავ შენ თავს სად უფრო იცხოვრებდი სადღაც ოცნებებში ფიქრებში რომელია უფრო არ ვიждები ეს ევროპაზე რო არ მოგატყო სადაც არ ვარ ნამყოფი აი სკანდინავიის ქვეყნები მინდა ვნახო რა და დომელი ხო გონია რომ იქ ბუნების ხარჯზე ალბათ უფრო შეიძლება ვთქვა რომ ცოტა ხანი მაინც ვიცხოვრებდი თუმცა ზედმეტი სიმშვიდის გამო თქო შეიძლება არა კა მე ეს ტიპი ვარ ვისაც ეგ სიმშვიდე უყვარს რა მე ქაოს მორიდებული ტიპი ვარ მაქსიმალურად მაგრამ რის თქმამდე იცი რომ არ არის ეგეთი აი შვეიცარია არის ულამაზესი სიტყვაზე ნუ აი საოცრე ვიცხოვრებდი ანუ ვინ არ იცხოვრებდა შვეიცარიაში ულამაზესია მაგრამ არ ამგონი ევროპაში დიდხანს სადმე შევიდა. შვეიცარია იცი როგორ მაქვს ნანახი? შემთხვევით, შეცდომით. შემთხვევით. გერმანიის მატარებელს შეეშალა გზა და ნახიათ ესეთი რამე, რადგან ქართველი იჯდა, იმიტომ მოხდა. მატარებელს როგორ მატარებელს ხო, რომ სპარელსებზე გადავიდა? ხო, ნუ იქ რაღაცა ორი გზა არის და დილით იღიმის მემანქანე რა ხდება მეთქი და 2 საათით გვიან შევალთ პარიზშიო, იმიტომ რომ სხვა გზით წავედითო. ხო, მაგრამ ხო კაი შეცდომა იყო აღია. ხო, კაი შეცდომა. ხო, სილამაზე იყო. წყლები შემოგვიტანეს რაღაც სასუსნავები, კომპენსაცია და ვინც დაზარალდა იმ ხრივ რომ რაღაც აეროპორტში აგვიანებდა და ფრენა ქონდა, იმათ რაღაც წარადგინეთ წერილი და კომპენსაციას მიიღებთ თქვენი ავიაბილეტი. აი, ეს ნიშნავს. დავარცხნილი. ნუ შვეიცარია ვნახე ფანჯრის მატარებლის ისეთი სასოფლო. მე აი არ ვიცი რა, ბევრი სილამაზე მინახავს.
მაგრამ ეს გეუბნები მეგონა რომ დეკორაცია იყო. მე თქვი კინოს იღებენ უეჭვები და ეს ყველაფერი დეკორი ვერ იქნება ეს. ან VR სათვალით გამატარეს. ხო, აი შოკი გქონდა რა. თან აი ამ დახუნძლულებში ავდიოდით მოტოები და ყოველ წამს რო ჩერდები, რო უკვე დაიღალე რა. აი ციდან რო ჩანჩქერი გადმოდის და ფიქრ რანაერად პროსტა რო შვეიცარია ულამაზესია რა. ავსტრიასაც აგეთი საოცრებია, მაგრამ შვეიცარია ბუნების პონჩი. სხვა დანარჩენი რო გითხრათ სადმე ვიცხოვრებდით თქო ევროპაში ვერ დიდად ავსტრიაში ხეები ყველა ერთი სიმაღლის და ერთი ფორმის რო იყოს და დალაგნო ახლა გასაგებია ძალიან დავარცხნილი ქვეყნებია რა აი ძალიან გამიკვირდა ვაფშე არ ველოდი არ არის საერთოდ ეგეთი დავარცხნილი ბევრ რაღაცაში საქართველოსზე უკანა ბევრ რაღაცაში საქართველოს ამბავში ალბანეთი რომელიც ძალიან მომეწონა ანუ აუ ისე ხალხი ჯერ ხალხი იყო საოცარი ხალხი ტირანაში ჩავედე და ქალაქში ვიყავ რამდენიმე დღე ძალიან მაგარი მარშრუტია სანახავად ან ძირითადად მეც თავიდან მივდიოდი ეს ძალიან დავარცხნილი ევროპისკენ და აქეთაცაა საინტერესო ამბები რა მაკედონია ულამაზესი აი ალბანეთი ძალიან გამისწორდა ბოსნია-ჰერცეგოვინა ულამაზესი იქ დავილეწე კარგად თან და ხალხია საოცარი ძალიან მაგარი ხალხი ცხოვრობს აი ბევრგან ვიყავი რა ის სერბეთ სადღაც ძალიან არ გამისწორდა იმიტომ რომ ძალიან ცივი ხალხი იყო მე მგონი სერბეთი იყო ეგეთი რომ შოპში რატო ვარ მე თქვი რატო შემოვია ხორვატია ძალიან მოკლედ ყველგან თავისი მარგალიტები არის რისი ნახვაც აი შეგიძლიათ ცალკე მოძებნოთ და ახვიდეთ ჰაიკინგი თუ გევასებათ თითქმის ყველა ქვეყანაში ნახავთ რაღაცა მთებს სადაც ჰაიკინგის გზები არის თუ რაღაცა ტბები გინდა თევზაობები გინდა ყველგან გზაში შეიძლება აღმოაჩინო შენი პატარა გასართობი რა თუ გულაობები გინდა რა ქალაქებში შედი და იგულავეთ რა ევროპა არ უჭირს ეგ ამბავი მოდი ეტნას დაუბრუნდეთ სახიფათო არ იყო ეს ხო მაინც მოქმედი ვულკანია უყურე თავიდანვე ხვდები რომ ეს არის მოქმედი ვულკანი რომელიც ყოველ წამს შეიძლება ამოიფრქვეს მთელი მუღამი ხო ეგ არის რა რომ ყოველ წამს ეგ ვულკანები არის არამოქმედი და ახვალ პროსტა და პატარა ბოლი ამოწეს ეს არის მოქმედი ვულკანი რომელიც 24 საათი შეგიძლიათ ლაივში ჩართოთ YouTube-ზე დევს რომელიც რაღაცა კამერა რომელიც სულ უყურებს ეტნას რომ რაღაცა რომ მოხდეს ანუ გაფრთხილების ამბავში ალბათ რა 24 საათიანი ლაივი არის და თქვენ ვინმე ბოდიში ადგილობრივი გაყვათ არა ხო აბსოლუტურად ინდივიდუალური შენ და მარტივად შეგიძლია ანუ ეს სირთულე არა უკვე როგორ არის რო ჩაფრინდებით სიცილიაზე კატანია არის კატანიაში რო ჩაფრინდებით კატანიადან დაახლოებით 40 კილომეტრია ჯერ ერთი ეს თა ყველგან გიყურებს ძალიან დიდი და ლამაზი არის და აი მთელ ქალაქში რომ მოძრაობ ჩვენ როგორ თაწმინდა დაყურებს ეგრე დაყურებს ეს ეტნა იმ ხელა ამ ეტნას მისადგომებთან რომ მიხვალ იცვლება კლიმატი ანუ ძალიან ცხელოდა ქვემოთ და გამაფრთხილეს შეიძლება ყოველ წამს შეიცვალოს ზემოთ ამინდიო რა და ნუ ეგეთი მზად არ ყოფილა თუ როგორც აღმოჩნდა იქ რო ადიხარ არის მისასვლელი სადაც არის უკვე თოვლი იწყება დიდი თოვლი და კაფე არის პატარა კრატერები სადაც აი ხო ხდები ფოტოებს გადაიღებ რაღაცა ტურისტი მაგრამ იწყება ძირითადი მარშრუტი ეს ძირითადი მარშრუტი გრძელდება 2000-2300 მეტრი აი ესეთი მთაზე რა ბოდიში რითი მიდიხართ მე ფეხით ავედი რაც ძალიან ვინანე ანუ რეალურად ამბავი არის ესეთი რომ სპეციალური ტრაქტორი მანქანებია რომელიც უნდა დაიქირაო და აგიყვან ზემოთ აი ამ ბოლო წერტილან ბოლოს წინა წერტილან სადაც ასევე არის კაფე და საბაგირო შეგიძლია საბაგიროთი ჩამოხვიდე მე რადგან ნათქვამი მქონდა რომ ფეხით უნდა ავსულიყავი მთელი ეს გზა და ყურში მქონდა რომ 2500 მეტრი სიმაღლე რა უნდა იყო აი გეუბნები ჩემი ცხოვრების 38 წლის მანძილზე მე ეგეთი დატვირთვა არ მიმიღია ჯერ ფიზიკურად არ ვარ ეგეთ კარგ ფორმაში ეხარო ეგ დატვირთვა რომ ცოდნო და არ ვიზავდი და დავაწექი ფეხით და ეს ტრაქტორები რო ჩაგივლიან ხო იცი ხალხი და რო გიყურები რომ ეს დეგენერატია მარტო რომ მიდიხარ რა და თოვლი არის რამხელა იცი რომ რაღაცა 6-7 მეტრიანი გაჭრილი იმეებში გადიხარ რა აისბერგებში და რაღაცეებში და რო ავედი ბოლოს იქ არის გიდს უნდა გადაუხადო რა რაღაცა სიმბოლური თანხა არის და გამაფრთხილეს რომ აი ხა ეს 500 მეტრი კრატერამდე გიდთან ერთად უნდა გაიარო და მე ბოლო 500 ვეღარ გაივლი იმიტომ რომ აქტიურია და ძალიან დიდი თოვლია მანქანები ჯერ არ არის გაწმენდილი შესაბამისად უკვე ბოლო კრატერს ჩახედო გამორიცხული რატომღაც აი ამ ხელა თოვლში ამ ტიპებთან ერთად რომ მივედი ამათმა დაიწყეს რაღაცა ქვების და კენჭების გადაღებები რა და მე მეჩქარებოდა თან შტორმი იწყებოდა ანუ რეალურად შტორმი და არაფერი არ მქონდა შესაბამისი ეკიპირება პროსტა რაღაცა მქონდა და თქვი თქვენ იარეთ და მე აი ცოტა იქი დავათვალიერებ და მოვთქვა და გავუშვი ესენი და აი ჩემი ფოფხვით რაღაცა აი შტორმში ავედი კრატერთან ახლოს მივედი და
ისეთი შტორმი დაიწყო. აი ვიდეოს წერდი რომ ხალხო მაგარია და უცებ აი ჩამობნელდა ვიდეოში ჩანს ნისლი და რო ვეღარ ხედავ სად უნდა დაბრუნდე რა და მე თქვი საფეხურებით ვიხდებ ქვემოთ დავე მილიარდი საფეხურია რა აი ფეხის ისინი მოკლედ როგორღაც წვალები დაცემით ხრონტვით თუ რაღაცა ჩამოვაღწიე და მე კიდე რატომღაც ვიდერსკე არ ვიცი რატო ვიდერსკე და საბაგიროთი არ ჩამოვიდა ისევ ეს გზა ჩამოვიარე ფეხი და მეთქი მაყურებელმა რო არ მოიფიქროს რომ მოვიტყუე თქო ტაიმლეფსი ჩავირთე GoPro-ზე და მთელი ეს გზა ან ჩამოსვლა აჩქარებული ძდებს რა ერთ სიტყვით ესე უკანს ვერ ჩავხედე მაგრამ იმ მომენტში რაც შეიძლება და ჩემი მაქსიმუმით გამეკეთებინა გავაკეთე და 3 დღე მე ოთახში ვერ გამოვდიოდი რა ყველაფერი მткиოდა ყველაფერი მეწოდა სახე დამწვარი მქონდა იმ გიდმა რომელსაც ფულს აძლევდნენ რომ გაიგო ფეხით იმას ვაჩუქე ჩათვალე ფული იმას 70 ევრო მივეცმე თქვენ მოვალ თქვენ ანუ ფული მივეც და გადავაგდე წარმოიდგინე მაგ არ გადავაგდო მე გადავაგდე ფული მივეც იარე მოვალ მე ოკეი წავე ალბათ გაიხედეს გამოიხედეს და უკან დაბრუნდაო ალბათ იფიქრეს ერთი მითხა რომ 5-ის ნახევარზეო ვიკრიბებითო აი სადღაც კაფესთან რა რომ საბაგიროთ ჩავიდეთ 5-ის ნახევარზე იქ იყავეო მე ვთხარი თუ აქ ცდით იქ ვიქნებით ხო და ნუ აი 100-ზე ფეხით ჩავედი რა უკანა გზა უფრო რთული იყო ბევრად იმიტომ რომ აღმართზე ხო ვთქვა მაგრამ აქ სხვა კუნთები მუშაობს აიმე თამზე აჭერდა უკვე ანუ ღრუბლებს რო ჩამოვცდი იცი როგორ იყო დილის 7 საათზე დავიწყე ასვლა და საღამოს 6 იყო რომ მანქანასთან მივედი რა ანუ მთელი ეს გზა თითქმის 1 საათი კაფეში ჭამა აზე მოსვლა დანარჩენი სულ მოძრაობდი სულ მოძრაობდი და გეუბნები მარტ ეგეთი ტკივილი არ მქონია არაფრის ერთად მე თან მექანიკა მანქანა მყავდა ნაკირავები 40 კილომეტრი ხომ უნდა გამომეულ უკან და მას რო ვერ ადგა ხო იცი ფეხს რო გიკანკალებს ყველაფერი სახში მივედი გადავივლე ეს ყველაფერი გადასაყრელიო გასარეცხია და 3 დღე პროსტა ესე ვიწექი რა ტკივილები რაღაცა მე რაზე მოვედი იქ რა დრო გამოგივიდა მალევე დაბრუნდი ხო მით უმეტეს შტორმი თუ დაიწყო ასვლა ესე იგი პირველი ეტაპი 4 საათი ავდიოდი იმ 2500-ას სადღაც 1 საათი კაფეში მე 2 საათი ავდიოდი აი იმ წერტილამდე სადაც შტორმი დაიწყო სადღაც ჩამოსვლა ალბათ საათ ნახევარი ისევ კაფემდე და მე 1 საათში ჩამოვედი ის 4 საათი რაც ავდიოდი პირველ მარტივად ჩამოვედი რა უფრო დაღმართი გეხმარება 1 საათში ან ჯამშია ესე რა მოგრად ვინმე თუ წახვალ ძალიან გაგისწორდებათ მაგრამ ჯობია ტრაქტორზე ხო ან ტრაქტორ პირველ იმაში არ დახარჯოთ რა დრო სისულელე არის ეგ ენერგია რომ მქონოდა ბევრად კარგად კიდეს ზემოთაც ავიდოდი რა რაღაცას ვიზავდი რა უაზროდ და დავამენეჯმენტე ფიზიკა ჩემ იმ ტრაქტორზე დაახლოებით რამდენი ადამიანი იჯდა იცი როგორ წინ ესე თოვლის ის აქვს რაღაცა რა ჭრელი თუ რაღაცა ერთი ჯგუფი ეტევა ანუ აი დახურული სეტკებიან რაღაც სპეც მანქანებია თითო მანქანა ვიდეოში ჩანს რა იქ დაახლოებით ალბათ 15-20 კაციანი ჯგუფი ეტევა რა ქვემოთ კასკა უნდა აიღო უნდა გადაიხადო რა ამისი რა კასკა ალბათ რაღაცა ნებართვებიცაა და უშუალოდ უწვერვალზე შენით ვერა ხო ანუ აი ხა გინ დღეა ყოფილიყო მე ამ ტიპებს ანუ просто რომ ვიცოდი რომ ღია არ იყო იმიტომაც ჩამორჩი და ჩემი თქვი სადამდე ცავალ მე თვითონ ავიდეთ ღია რო ყოფილიყო ამ ტიპებს უნდა გავყოლოდი იმიტომ რომ ვინმე რო დაგინახოს უზარმაზარი ჯარიმა და პრობლემები არის ანუ შენით ახვედი თუ რაღაცა ეგრე არ არის რა და ყველაზე გადაობა გითხარა იყო მანამდე ფიქრობდი რომ თქვი აი რო ამოხეთქოს ეხლა მოტრიალდები და გავიქცევი მე თქვი რა ანუ რა უნდა აი პირველ ხუთში მივხვდი რომ როგორი სისულელია ამ დაღრილზე იმ თოლში შტორმში ხომ თუ უკვე ახლოს რო ვიყავი მე თქვი ეხლა რო ამოხეთქოს ვშო რა ანუ რა ადრენალინიც არ უნდა მომაწოს მე თქვი სულ რო რივოკით გავიქცე აქამდე თოლში ანუ რა ვერ ჩავას ერთ წვეთი მაინც რომ მოხვდეს მე დაარხეული და რამე უსაფრთხოებს ინსტრუქცია არ არსებობდა რომ ამ როგორ არ მიეკაროთ იყავით ინსტრუქცია არის იყავით გიდთან ერთად რა მარტო არა და გავძერ გამოვძვერი ვიღაცები ანუ ლიჟებზე მე რა ვქო ხილამურებზე და სნოუბორდზე თუ დგახარ ეგ კარგია რატო იცი ძალიან ბევრი ტიპი მოდიოდა ზურგზე ქონდა ესენი მიმაგრებოდი იქიდან ეშვებოდნენ ამ თოლს და მე არ ვდგავარ თან არც ერთზე რა ვიღაცები პარაშუტით მოფრინავდნენ ხო იცი პარაპლანით რაღაც რო ქვია ადიოდნენ ქარის ნაკაც იჭერდნენ და აი კაფიდან ეშვებოდნენ ძალიან ბევრი ექსტრემალები არიან რა ანუ ეს კაფე იყო ალბათ ხო ერთ-ერთი ეს არის სპეციალური კაფე სადაც აი ბოლო ინფრასტრუქტურის ნაწილი არის აი იმ წერტილიდან ამ წერტილამდე რომ აი ვინც ავა და ან ჰაიკის იწყებს ბოლო საჭმელი ბოლო წყალი რაღაცა სამაშველოს პონტი
იგნის იქით უკვე მორჩა, ნო. ასაგები. კარგი მარშრუტია, მოკლედ. თუ დაგეგმავთ, გაგისწორდებათ, თუმცა სწორად დაგეგმეთ რა. კი ბატონო. ხო რა ფეხით არ გინდათ. არ მიბაძო ჯორიკას ფეხით არ აქნათ ეგ ამბავი ფეხით არა. თავარია რომ დაგვიბრუნდი და კი ბატონო. აი შემდეგი შემთხვევაში არ ვიცი როგორ იქნება. აი მე ვულკანზე არ ვიცი, აი ხანი აღარა. იმას გულისხმობ ოქროს. აი მან ამას ელოდეთ. ამას ელოდეთ პოსტა თუ დავდე ესე. არის ჩვენ შეგვიძლია ნელ-ნელა ბოლოსკენ წავიდეთ თუ კი რაიმეს კიდე გამორჩეული ქვეყანა ხო არ არის სადაც აი რაღაცა განსაკუთრებულ თუნდაც სუდი თვალსაზრისით. მე ვიტყვი რომ ხალხო ვინც მოგზაურობას აპირებთ ღმერთმა ბევრი მოგცეთ გაქვთ საშუალება უბრალოდ არიცით საწახვიდეთ ევროპა ძალიან მაგარია ძალიან მაგრამ ანუ აი მე აზიაზე გადამიყირავდა ყველაფერი რა ანუ აზიას აწი არჩევანი რომ კონდეს თითქმის აზიასა ბუნება სამზარეულო ფასები ბევრად იაფია ანუ კაპიკებია იმასთან შედარებით საოცარი სამზარეულოები სიწყნარე სიმშვიდე არაკრიმინალი ნუ ეხლა ეს 100% ანიშნავს სადღაც ალბათ ყველაფერი ხდება მაგრამ ნუ აი რაღაცნაირი გარემო აქვს და განსხვავებულობა რა ანუ იმდენად განსხვავებულ კულტურას ნახულობ, იმდენად განსხვავებულ ხალხთან გაქვს კომუნიკაცია და ისეთ მაგარ ხალხთან გაქვს კომუნიკაცია, რომ ნუ აი აქამდე მესმოდა რომ ეს აზია მიცის რომ ეს მოიწამლები და იქ ინა გადაცხოვრება, აი ეგრე ვარ რა. მართლა ძალიან მინდა რომ აი ერთი წელი წავიდე რაღაცა ოჯახთან ერთად ფიქრობთ რომ რაღაცა ერთი წლით ვიმოგზავნო. და აზიაში ფავორიტი ქვეყანა გამორჩეული? ბევრი არ მინახავს, მაგრამ რეალურად მე ტაილანდზე შემიძლია ვთქვა რომ არის მე ხა ჩინეთშიც და ეს ნამყოფი, მაგრამ ტაილანდმა რაც დამმართა თან მე არ ვარ ეგ საგულაო ტაილანდებში იქით ნამყოფი რა ფუკეტებში და რაღაცებში ბანგკოკში ვიყავ, მაგრამ მე ეს კუნძული, მთა, ჯუნგლები ну ეს საოცრებაა, просто საოცრებაა რა. წერებთან დაკავშირებული ამ ინციდენტი ну ეგ თუ გაქვთ ახლა შიში გაემზადეთ რომ ბევრ უცნაურ რაღაცა ფრინავს ნახავთ და მცოცავს და მე და რამე თქვათ დამცავი უნდა ვქონდეს. ბიჭო რა კუნძულზე რო ვიყავ აი 72 საათი რა. ყოველ ღამე ველოდებოდი რაღაცა შემჭამდა რა ხ მარტო ვარ. თან მე მგონი სასტუმროს ნომრებშიც მოსულა შემოსულა. სასტუმროს ნომრებში წამოდი ჯუნგლებში ვარ რა გამაკიმა გაკიდებული ტყეში ვცხოვრობ. ხამე რაღაცა გაფაჩუნდება ლეოპარდს ველოდებ ხო მივანათებ თქი არა ლეოპარდი არა 5 მეტრიანი ხოჭოა უბრალოდ და რაღაც რო იძინებ მაგრამ არაფერი ისეთი არ შემხედრია რომ აი ვაიმე დედა არის რა თქმა უნდა ქვეწარმავალიც არის წერიც არის მაგრამ შოკი არა ავსტრალიაზე რასაც ყვებიან ხოლმე ეგეთი შოკი ნახდათ არ ქონია რა და ისეთი სოციალური არსებას არ გინახავს რომელიც არაზროს არ სადგინახავს თუნდაც რაღაც პირველად ნახე რომ მომშივდა საჭმელი არ ქონდა რა ხო ანუ აი ყოველდღე ვთევზაობდი ამ კუნძულზე ჩავდიოდი რომ რაღაც საჭმელი ამ 72 საათი ვიშიმშილი არაფერი არ მქონია საერთოდ იმის იმედით რომ თევზს დავიჭერდი ხო და ვერაფერი ვერ დავიჭერე დავიწყე ჩაყვინთვა და ის ღარბები ვნახე რა რომელიც არ ხელი არ უნდა მოკიდო თუ ჩატყდა ნუ უსაშიშესი რაღაცა და ეს ღარბი ვიცი რომ გაჭრი იკრა აქ რა რომელიც უნდა შეჭამო რომ ამ მოვიყვანე ურჩხულს გავს ანუ აი რა ურჩხულია რა სუ ეკლებია და ორი თვალი აქვს და ეს უყურებდი და მივხვდი რომ ესეთი უნდა ვჭამო 100 ცალი რომ ოდნავ მაინც ვიგრძნო რომ დავნაყდები ისეთი საყვარელი თვალი ხარ მაგარი უშნოა მაგრამ ხოც რო გიყურებს რომ არ დამბრიდო ნელი და საიდან დაადგინე რომ 100 ცალი კიდე და კალორიები ეწერა ნანახი მაგ ვიდეო რა აი ამ ხელა აი რო გაჭრიან შიგნით არის აი ამდენი იკრა აი ამდენი იკრა რამდენი უნდა ვჭამო რომ 3 დღის კალორიის დეფიციტი ამინაზავს ეგ პროსტო და ჩავხოცო ყველაფერი არა მეთქი გაუშვებ თქო მე პატარა კიბორჩხალები ძალიან ჰუმანური ტიპი გავიჭრე პატარა კიბორჩხალები დავიჭრე მეთქი ამასაც ვერ მოხარშა იმიტომ რომ ესეც ერთი 100 ცალი უნდა მოხარშ დიდი ვერ ვნახე რა გაუშვ მე რაღაცა ისინი ავხიკე მიდიები ვერ მივხვდი რაღაც სტრანის სუნი ქონდა და თან რაღაცებს ასხავდნენ არა მეთქი ესეც არ იჭმევა მოკლედ შიერმა გავატარე მაგრამ არა უშავს ხეზე ბანანს ვეძებდი ბანანის ნასახი არ იყო ქოქოსი არ იყო სადღაც ვიპოვე კუნძული სადაც არაფერი არ ხარობს ანუ აი მე იცოდე ტაილანდში უნდა შეგეძლოს ეგეთი კუნძულის მოძება მაგრამ მეთევზე რომ დამტოვა და წავიდა რო გავიხედე მეთქი სადავარ ანუ რეალიტი შოუში დაგტოვა აუ აი სვეჩ მეთქი სადტო 3 დღეში უნდა მომაკითხოს რა გადახდილი მაქვს რომ წამიყვანოს ისევ აქედან რა ბიჭო ეს რა იყო ანუ შიერ წყურვალი ბოდიშის მოხდით რომ გეჭამა არა არ წამიღია ანუ თან რასაჭამდა თან ბოდიში არა გულწრფელად ვერ გავბედავდი იმად დაბრედოს მაგრამ ეგრეც არ მომშივებია ალბათ ძალიან რომ მომშივებოდა ძირითადად მაინც რის ხარჯზე გაუძელი ის 3 დღე გეუნები ზაზუნას დღე მქონდა რა ანუ აი ეგეც შეგზნა მქონდა რომ ზაზუნას დღე მეგონა რომ საოცარ კონ ძალიან მაგარი ვიდეო გამოვიდა მაგრამ
მეგონა რა როგორ კონტენტს გადავიღებდი, იცი ქოქოსები, ჩამოგდებები, წყალქვეშ რაღაცა თევზის დაჭერები და ყოველი დღე იწყებოდა ესე რა. დილით ჩავდიოდი, ვერაფერს ვერ ვიჭერდი, მე ვყვითავდი, ვერაფერს ვერ ვიჭერდი, მე ჯუნგლებში დავდიოდი, ვეძებდი რამე, ოღონდ იჭმეოდეს, ავძრებოდი, არაფერი არ იყო, ჩამოვდიოდი, გამაგში დაღლილი, ერთი ბოთლი წყალი მქონდა, რომელიც 3 დღეზე გამოვიზოგე და უკვე დორბლიც აღარ მქონდა, ტუჩები დამწვარი, ეს მზე ხო გაცხუნებს თან აი ნესტი და ბოლოს ის მქონდა, რომ მეთქე რაღაც, ღამეც ჩავდიოდი, ფანრითაც ვეძებდი, რომ რამე არ იჭმევ. Просто энтузиазмი რა. Просто энтузиазმის ხარჯზე რომ კონტენტს ვიღებ თუ რა. მეთევზე რომ მოვიდა ბავშვი იყო თან ნავით ეს მომაკითხა, ჩქარა იარეც, გადამიყვანე იქით ხარეს. თუ დაგინახა გაუგვირდა? ბიჭო ალბათ ჩემნაირ ბევრი უნახავს ეგეთი იდეინი ხო ხდები რაღაცეებით, მაგრამ სახეზე მიხვდა რომ ძალიან ნაწვალები დავხდი. თუმცა ბედნიერი ვიყავ, ანუ მართლა მაგარი ბედნიერი ვიყავ. ეს ხამი რო ჯუნგლებში, გამაგში ვქანაობდი, თვარე რო დამყურებდა ხოლმე. Ой, როგორ ვისწორდებოდა, ესე პროსტა რომ სარუიაზებდი, რომ სანდა ვარ, მე თქო ვაფშე მარტო, რამე რო შემჭამოს ვერაფერი ვერ გაიგებს. აუ რა მაგარია რო ფიქრობდა თან, აუ როგორ შეადამწყურია. ის რაღაცა მასპინძლური თვისებები არ აქვს, აი მაგალითად მაგბიცსაც თუნდაც რამე რო ქონოდა მაგბიც სპეციალურად გადაუხადე, ანუ წარმოიდგინე, ტიპებთან მივედი, პორტში რო ჩავედი, მე ვთხარი მინდა კონტენტის გადასაღებად კუნძული, სადაც არ იქნება ხალხი, ვიქნები მარტო, არ მექნება არაფერი. Просто ის არ დამეყოლებია რომ იყოს თევზი, რომ იყოს ქოქოსი, რომ იყოს ბანანი, ეგ არ მithkoms. და გამოვთქვისო ცეცხლი არ დაანთვარ შეიძლებაო რა ზღვიდა რომ დაგინახოს პოლიციამ რაღაცა უდიდესი ჯარიმები კუნძულზე ცეცხლის დანთება არ შეიძლება, რომ ცეცხლის არ მქონდა. ხამე ვიყინებოდი რაღაცა ძალიან ცუდი მოცემულობა. ძალიან და მე რომ მომაკითხა ვერაფერი პრეტენზია ამ ბავშვს ვერ უთხარ, იმიტომ რომ ჯეგეთი ეს ბავშვი არ იყო, ვინც დამტოვა სხვა ტიპი იყო, ბავშვმა მოვეთქვა დამოაგანეცა რა, წამოიყვანე ვიღაც ამოტყფი არ იყო. მოკლედ, თუ მაგას მაგ კონტენტს გადაწყვეტ, კარგად მოძებნეთ კუნძული. ეხლა შემდეგი ფილიპინებში რაც მაგ დაგეგმილი სექტემბერში თუ ოქტომბერში უნდა წავიდე. ის მართლა ბაუნტის რეკლამაა. აი ხო გახსოვს ბავშვებში ბაუნტის რეკლამა, აი ეგეთია. აი ეგეთი კუნძული არის. მოწყვეტილი ყველაფრიდან, ანუ 2 საათი უნდა იარო ზღვაში რომ რაღაცას მივახლოვდე, ვაფშე მოწყვეტილი ვიქნები და 100 საათი უნდა გავატარო იქ ისე ყველაფრის გარეშე, საჭვლის ყველაფრის გარეშე. ის ჰამაკი მედია ისე ვადია. გამაკმა, ერთადერთი რამაც იკაცა გამაკი იყო. კაცურად ეკი და ბოლომდე. კი, ძალიან დიდი მადლობა შენი გამოსწორების გაზიარებისთვის. საოცარი მოგზაური ყავდა დღეს და რა ვიცი, დღეს შეგვიძლია უკვე დავასრულოთ. მადლობა გიორგი. პირიქით მადლობა. ასეთი ამბებისთვის კიდევ ერთხელ გთხოვთ, მანამდე გამოგვიწეროთ, სადაც გვიპოვით, მინიშნებები უკვე ჩანს და რა ვიცი, მომავალ მოგზაურობამდე მეგობრებო. დაასაპორტეთ ეს ოქროს კაცის subscribe-ი, ხო ზარიზღილა კი არ დაგავიცდეთ, ახალი არ გამოგჩეთ რამე და იმოგზაურეთ. ბევრი იმოგზაურეთ ჩემო კარგებო. მეც ტრადიციულად ყველაზე მაგარი რამ, რაც შეიძლება საკუთარ თავს გაუგებოს. 2 აზრი არა. მოკლედ მომავალ მოგზაურობამდე. Adiós.